Vano Merabishvili კი დღეს 26 მაისის საქმის მთავარი მოწმეების ჩვენებებს ისმენდა. Საქალაქო სასამართლოში კახა კუკავა, გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი დაკითხეს. 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დეტალები გაიხსენეს. სასამართლოს ჩვენება მისცა სახალხო დამცველის აპარატის ყოფილმა თანამშრომელმაც. ირაკლი მჟავანაძე დღეს პროკურატურის ერთადერთი მოწმე იყო, რომელსაც მერაბიშვილმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დარბაზი ტრადიციულად სხდომის დასრულებამდე დატოვა. Თუ სასამართლოს მოიხსენიებთ არაკორექტულად, მივიღებთ გადაწყვეტილებას თქვენი სხდომის დარბაზიდან გაძევების თაობაზე. ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა ეს გაფრთხილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლე პროკურატურასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში სახელმწიფო ბრალდება კი პროცესების გაჭიანურებაში დაადანაშაულა. თქვენ რა თქმა უარი გითხარით განჩინებაზე მოგეთხოვათ სისხლის სამართლის საქმის აღზრდა ჩემი ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს ფაქტი ფარცხალაძის მიერ კაჩაღური ამის ჩემი გაყვანა იქნება რა თქმა უნდა სამარცხინო ლაქა ღარიბაშვილის ბიოგრაფიაში, ივანიშვილის ბიოგრაფიაში, ყველანი პროკურორის ბიოგრაფიაში ის პროკურორის საკუთრებს ეს იქნება რა თქმა უნდა ლაქა პირადად ხალბატონო მოსამართლე თქვენ ცხოვრებაში. მოსამართლემ მერაბიშვილის მოთხოვნა პროკურორებისთვის გარკვეული ვადაგანესაზღვრა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც სხდომა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი მჟავანაძე დღეს ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის დაკითხვითაც თავად ბრალდებულიც დაინტერესდა. ის 2011 წელს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა და მიტინგის დაშლის შესახებ ანგარიში აქვს მომზადებული. გსვენია თუ არა იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა განადგურდეს, რომ ეს არის დანაშაულების პარტია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს პარტია განადგურდეს. გაგებული მაქვს. თქვენ გსვენია თუ არა ღარიბაშვილის განცხადება, რომ ვანო მერაბიშვილი კარგად ზის და მადლობა მას, რომ დამაფასა ქურდულად, ასე ვთქვათ, კაცურად რო ზივარ და კაცურად ველაპარაკე პროკურორს და რომ ის იჯდება დიდი ხნით. არ მახსენდება ნამდვილად. ვანო მერაბიშვილს კითხვები არ ჰქონია პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერთან. კახა კუკავამ სასამართლოზე მიტინგის დარბევის დეტალები გაიხსენა. ეს იყო უკვე თავგატეხილი ადამიანები, ამიტომ იყო ოთახში სისხლის და შმორის ხუნი და იქ მიმდინარეობდა უწესრიგოცება. მახსოვს სცენა, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს. როგორ ეკითხება პატრული ერთ-ერთ თანამშრომელს სახელს და გვარს, პარალელურად მახსოვს, რომ იგივე დაკავებულს ექიმი ბამბით უწმინდავდა სისხლს, რომელიც მოსდიოდა და ის ზუსტად პარალელურად სპეცსტაზელი მას უთხოვდა მთელი ძალით თელკებს. დაცვის მხარის კიდევ ორი ძირითადი მოწმისთვის ბრალდებულს უკვე აღარ მოусმენია. მან სასამართლოს შესვენების გამოცხადების შემდეგ დატოვა. სახალხო კრების ლიდერებმა ნონა გაფრინდაშვილმა და გია ბურჯანაძემ სპეცრაზმელების მიერ ძალის გამოყენებისა და მომიტინგეთა დარბევის დეტალებზე ისაუბრეს. ბურჯანაძემ სასამართლოს უამბო რა ხდებოდა კინო რუსთაველის შენობაში. რიგებს შორის იყო ჩაყრილი ხალხი. ეს ხელჯოხებით და ეს სპეცნაზელები თუ რა ვიცი რა დავაკვა ამ ადამიანებს ისინი ზედ დარბობდნენ ახალზე და უთხრობდნენ და ღრიალებდნენ შეადგინენ ბურჯანაძეს. მე აბსოლუტურად დამთრებული ვიყავ. ჩემი მუხლები ორთოს ესე იგი მკურნალობა შედეგად კიდევ კაი გადამირჩა, მაგრამ დღემდე მე აი ამ ისეს ცოტა მეტად ვერ ვაბრუნებ, ასე რომ ეს ფიზიკური ის მოწმილი, მაგრამ ფიზიკური თუ არ ყოფილიყო ის მორალური რაც თქვენ დავინახეთ, ამისი მე არ ვიცი ეს რაც რადიოთან გავიდეს ეს დარჩება. მოწმეების დაკითხვის შემდეგ მხარეებმა სასამართლო პროცესი შეაფასეს. მიუხედავად იმის, რომ მათ კარგად იცოდნენ, რაც ასევე ჩვენებაში დააფიქსირეს, რომ შესაძლო იყო პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება აღნიშნული სანქციის დასაშლელად, ამის მიუხედავად ისინი მაინც დარჩნენ რუსთაველის გამზირზე და მოხდა მიტინგის დაშლა. მათი მოთხოვნები 26 მაისს იყო აბსოლუტურად კანონიერი, მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და არანაირ დაპირისპირებას ისინი სამართალდამცავ ორგანოებთან მისდად არ ესახავდნენ. მომდევნო სხდომა 28 იანვარს გაიმართება, ჯერ უცნობია წარმოადგენს თუ არა პროკურატურა აქციის ორგანიზატორებს ამ პროცესზე დასაკითხად.